70 წლის სვეტლანა ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობს, რომელსაც სახურავიდან წყალი ჩამოსდის. ყოველდღე ყველაფერზე ზოგავს, წამყრებზე, საკვებზე, რათა უბრალოდ მომდევნო დღემდე მიაღწიოს. ჩვენ გარდა მას დამხმარე არავინ ჰყავს. სიარული სულ უფრო მეტად უჭირს. მას მუხლები ძალიან სდგება. ერთ-ერთი მუხლის ქვეშ კისტა აქვს და ოპერაცია სჭირდება. გაუსაძლისი ტკივილი მოსვენებას არ აძლევს. ექიმმა 200 ლარის ღირებულების წამყრები გამოუწერა, მაგრამ საიდან უნდა მოიტანოს ეს ფული, როცა ქალი მხოლოდ პენსიითა და 40 ლარიანი შემწეობით ცხოვრობს. 2019 წელს მეუღლე გარდაიცვალა და მას შემდეგ ქალი მარტო დარჩა. მისი ქალიშვილი სხვა ქვეყანაშია, მას 2 შვილი ჰყავს და დედის დახმარების შესაძლებლობა არ გააჩნია. მეგობრებო, ამ კეთილ უკრაინელ ბებიას, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა თავისი ქართველი მეუღლე და ყველაფერი გაყიდა, რაც კი სახლში გააჩნდა, რათა ტვინის მძიმე დაავადებით დატანჯული ქმრისთვის სიცოცხლე თუნდაც ცოტა ხნით გაეხანგრძლივებინა. ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება. გთხოვთ, ნუ აუვლით გვერდს, გააკეთეთ სიკეთე ბებიას სვეტასთვის. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.